33 წლის გოგი ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ნაბაკევის ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. კადრებში, რომელიც აფხაზეთის ხმას მიეწოდეს, აშკარად ჩანს, როგორ ესვრის ორტყვიას ოთხოზორიას სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი, ხოლო შემდეგ ნაბაკევის მიმართულებით გარბის. ძიმედ დაჭრილი ოთხოზორია, რომელიც რუს მესაზღვრეებთან გართულებული რეგისტრაციის გამო დაწყებულ კამათს შეეწირა, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედია დაგმო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ ურჩია ანტირუსულ გამოხტომებს თავი დაანებოს. გავრცელებული განცხადება მოწოდებასთან ერთად მითითებებსაც შეიცავდა. ამასთან თბილისში შესანიშნავად იციან, რომ არც მესაზღვრეებს, არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს ამ მართლაც სამწუხარო შემთხვევასთან შეხება არ ქონიათ. ქართულ მხარეს რეკომენდაციას ვაძლევთ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანის ბედით, პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად კონცენტრირდნენ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმის შეხვედრების განახლებაზე გალში, რის შესახებ შეთანხმებასაც ჟენევაში ქართულ-აფხაზურმა მხარეებმა მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციული საზღვრის ამ ნაწილში ინციდენტი მანამდეც არაერთხელ მომხდარა, თუმცა შეერაღებული პირები გამყოფ ხაზზე ვერ გადმოდიოდნენ, რადგან პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაყოფები აკონტროლებდნენ. ხურჩაში მდებარე ქართული საგუშაგო დაახლოებით 3 წელია გაუქმებულია.